მოგესალმებით, შემოძრფასებო. დღეს ისევ და ისევ გვეწვია სარკისებრი თარიღი და ვისაც ეს ვიდეო შეხვდა, ეს ძალიან კარგი ნიშანია. ჩათვალეთ, რომ ფულადი დამუხტვის ეს არაჩვეულებრივი რიტუალი გზად გადაგეღობათ, ესე იგი გაგიმართლათ, ვინც ხედავს, გაურმოგდება შემოსავალი, ვინც გაიზიარებს, გავსამაგდება, ვინც შეინახავს ფულს აჩუქებენ. მოკლედ შემოძრფასებო, მე ახლა ამ სამ ძველ შენახულ და დამუხტულ დაფნას თქვენს წინაშე დავწვავ და აი ამ შეგიძლიათ ადევნოთ ამ ვიდეოს, იცოდეთ რომ ის დამუხტულია. მაშასე შემოძრფასებო, თხოვოთ სანთლის ძალას, რომელიც ახლა შემოდის, რომელიც გვაწვევიებს ამ ყველაფერს, დაიწვას დაფნა, ფინანსები წამოვიდეს და იყოს ასე მოდიოდეს შენთან, მოდიოდეს შენს ხელის გულზე, მოდიოდეს შენს საფულეში, მოდიოდეს გზავნილების სახით, მოდიოდეს არ აქვს მნიშვნელობა სალაროთი, ხელფასით, მოდიოდეს პლასტიკური ბარათით, იყოს და იყოს მონეტის ხმაური თქვენს ჯიბეში, არ გამოილიოს ფულის ტკაცუნი, როგორც ეს ასე თქვათ, ტკაცუნობს ახლა ეს მცენარე სახელად დაფნა. მე მინდა შემოძრფასო ადამიანებო, რომ რიცხვები, რომელიც გაქვთ, გაორმაგდეს და გასამაგდეს, აი ესე დაიწვას, მოგეხსენებათ, რომ არა მარტო ამ დღეს, ზოგადად ხშირად გააკეთეთ ესეთი რიტუალი, სულ ვამბობ, რომ დაფნა დააწვით სახლში და შემოატარეთ, შემოძრფასებო, შემოსატარებელი, რაცა გაქვთ 4-ვე კუთხე, დააწვით, აი ამისი სურნელებით გაპოხეთ მთელი სახლი. ეს ვიდეო რასაკვირველია დავტვირთეთ, შესაბამისად ამ ვიდეოს იქნება ძალა, ვინც ახლა უყურებს, როგორც ეს ასე ვთქვათ, განახევრდა და დაიწყო, თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე მიიყვანოთ ეს საქმე. კი ბატონო, მოვიდეს ნებისმიერი გზიდან, არ ვაკეთებთ აკონკრეტიზაციას, საიდან შეიძლება შემოვიდეს ეს ფული, რაც არის 0, შემოვიდეს აქედან და იქედან სხვა ციფრები, თუ არის მინუსი გაპლიუსდეს. გარდა ამისა, დღევანდელ დღეს შეგიძლიათ ასევე გააკეთოთ ერთი რიტუალი შემოსასვლელ კარებში, აი ესე გრძლად დავყაროთ ჩვეულებრივი მარილი და გავაჩეროთ დილამდე. და საკურველია უთხრათ, რომ ყველაფერი ის, რაც ხელს გვიშლის, რომ ვიყოთ წარმატებული და ვიყოთ ფინანსურად წელგამართული და კეთილდღეობა, თან ესე თქვათ, მარტივად მოვიდეს ჩვენთან, წაიღოს და მეორე დილით მოხვედეთ და არ ატოვოთ არანაირად ეს შემოსასვლელზე ზღურბზე დაყრილი მარილი, და შემეკითხებით ზღურბლის სხვა რაღაცა, მაგრამ ჩვეულებრივად ზღურბლის ქვემოთ დაყარეთ შემოსასვლელ კარებში. როცა შემოდიხარ, გადიხარ სახლიდან, უბრალოდ შენი ოთახში დაყარეთ, არა რომ შემოდიხარ, შემოსასვლელი კიდე სხვა რაღაცა. კარგად რო ვთქვათ, ანუ თქვენი ოთახიდან სანამდე გასასვლელ კარებს გავაღებთ, იქვე შეგიძლიათ დაყაროთ. ეს ყველაფერი ძალიან იმუშავებს სხვა დროსაც, მაგრამ დღევანდელ ღამეს განსაკუთრებულია. მოდი ბოლომდე დავწვათ, დამუხტოთ და მივხვდეთ მისახვედრებელს, რასაკვირველია, ვისაც გაქვთ ამის სურვილი. გააკეთეთ ლაიქი, გადააკეთეთ გაზიარება, ხო იცით რომ დამუხტულ ვიდეოს თავისი სხვანაირი ძალა აქვს, მე შევეცადე მაქსიმალურად, რომ ჩამედო ამ ყველაფერში სათქმელი ჩემი და საქმნელიც, მოდი ასე ვთქვათ, ზალოციც, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიიღეთ ჩემგან დიდი სიყვარულით, გადაუზიარეთ სხვასაც და გზახსნილი იყოს, ჩაჭედილი გზების ხსნილი იყოს და თქვენს ცხოვრებაში. მიყვარხართ ყველა, პირადი კონსულტაციებისათვის შეგიძლიათ მომართოთ, არა მარტო ტარო კონსულტაციები მაქვს ხედულობაში, ისედაც შემიძლია, ასე ვთქვათ, ფინანსური პრობლემატიკის ჩვენიერ კარგ გზაზე გადასვლა. ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, გამოსწორება არის ამისი სხვადასხვანაირი საშუალებები. აი ასეთი ლამაზი ჩემი ჰერბარიუმის ფონზე სიამოვნებით გემშვიდობებით. ჩუქნით ამ სიყვარულის სიმბოლოს.